მოგესალმებით, მე ვარ ნინი. შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას. რა ეტაპს გავდივართ ახლა ჩვენს ცხოვრებაში. ორი ვარიანტზე. რა ეტაპს გავდივართ ახლა ცხოვრებაში. რა მიზანს ემსახურება ამ ეტაპის გავლა. რა უნდა ვისწავლოთ აქედან. რა დაგვეხმარება ამ ეტაპის გავლაში. საჩუქრების სამყაროსგან და რჩევა. ახლა ვიღოთ მეორე ვარიანტი. რა ეტაპს გავდივართ ახლა ცხოვრებაში. რა მიზანს ემსახურება ამ ეტაპის გავლა. რა უნდა ვისწავლოთ. რა დაგვეხმარება. საჩუქრების სამყაროსგან და რჩევა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დავწყოთ პირველით. რა ეტაპს გავდივართ ახლა ცხოვრებაში. ახლა თქვენ ცხოვრებაში შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს. ეტაპი, როდესაც გრძნობთ, რომ საკუთარი ცხოვრება კონტროლის ქვეშ უნდა იყვანოთ. გარკვეულ ჩარჩოებში შეიძლება მოგიწიოთ ყოფნა. ამ ეტაპზე შეიძლება სირთულეები გქონდეთ და ამ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობდეთ. რა მიზანს ემსახურება ამ ეტაპის გავლა. მიზანი ამ ეტაპის გავლაში ის იქნება, რომ აუცილებელია თქვენთვის გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, გამჭრიახი გონებით აზროვნება და რაც მთავარია, თქვენთვის სამართლიანი გზით პრობლემების გადაწყვეტა. რა უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ ბალანსის მიღება, გაცემის ბალანსი ურთიერთობებში, თუნდაც საქმიან სფეროშიც აუცილებელია ეს, რომ დავაბალანსოთ, სად გავცემთ ენერგიას, რამდენს გავცემთ და რამდენს ვიღებთ. რა დაგვეხმარება ამ ეტაპის გავლაში. ამ ეტაპის გავლაში დაგვეხმარება ისე და ისე გონივრული აზროვნება, მკაცრი გადაწყვეტილებები. შეიძლება იყოს ეს მამაკაცის მხრიდან დახმარებაც. საჩუქრების სამყაროსგან.
სამყარო მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი შეიმეცნოთ, უფრო მეტი ისწავლოთ, განვითარდეთ, სულიერ თემებს უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ და რაც მთავარია, საკუთარ თავზე უფრო მეტი გაიგოთ. რჩევა არის, რომ აკონტროლოთ თქვენი ბნებები, თქვენი სურვილები, ცდუნებები. თუ რაიმეზე ხართ მიჯაჭვული ან დამოკიდებული, აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოთ თქვენს ცხოვრებაში. კარგი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ეტაპს გავდივართ ახლა ცხოვრებაში? ცხოვრების ამ ეტაპზე შეიძლება გქონდეთ არჩევანი, არ იცოდეთ რის გაკეთება გინდოდეთ, ან პირიქით შეიძლება ბევრი რამ გინდათ, მაგრამ არ იცით რითი დაიწყოთ. და კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგათ. ყოყმანობთ ან ეჭვის ქვეშ ხართ. რა მიზანს ემსახურება ამ ეტაპის გავლა? ამ ეტაპის გავლა ემსახურება მიზანს, რომ თქვენ გადადგათ თავისუფალი ნაბიჯები, არ შეგეშინდეთ და როგორც სულელი სარკანი გვასწავლის, არ ვიფიქროთ ზედმეტად შედეგებზე, უბრალოდ ვიმოქმედოთ და ეს მოქმედება თავისთავად გამოიღებს შედეგს. რა უნდა ვისწავლოთ? მეგობრებო, თქვენ შემთხვევაში შეიძლება თქვენ უნდა ისწავლოთ უბრალოდ გაჩერება, საკუთარ თავზე დაკვირვება და აღმოჩენების გაკეთება. თუნდაც იმ აღმოჩენის გაკეთება, თუ რა გსურთ რეალურად, რეალობაში რა გაბრკოლებთ, რის გამო ვერდგამთ ნაბიჯს. უბრალოდ ცოტა ხნით უნდა გაჩერდეთ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, გამოიკვლიოთ საკუთარი სურვილები, საკუთარი წინააღმდეგობები და შემდეგ იმოქმედოთ. ეს უნდა ისწავლოთ თქვენ, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი ფიქრების მოსმენა, საკუთარი ემოციების, გრძნობების გაგება. რა დაგვეხმარება ამ ეტაპის გავლაში? თქვენ შეიძლება საკმაოდ მტკივნეულ პერიოდს გადიხართ ახლა, ან უბრალოდ უკვე გამოიარეთ მტკივნეული პერიოდი, გადალახეთ და ახლა ხართ ასეთ გაჩერებულ მდგომარეობაში, როცა არ იცით საით წახვიდეთ და რა გააკეთოთ, როგორ იმოქმედოთ. უბრალოდ ეს ტკივილი დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად განვითარდეთ. ტკივილი გიბიძგებთ, რომ თქვენს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ და ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრება უფრო მეტად შეცვალოთ. საჩუქრების სამყაროსგან. საჩუქარი სამყაროსგან შეიძლება ეს იყოს ახალი გეგმები, რომლებსაც თქვენ დასახავთ, რათა შემდეგ ომში განახორციელოთ. ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახური, ან რაიმე ახალი გეგმა, ახალი ცხოვრების ხედვა, რომელიც დაგჭირდებათ ან გამოგადგებათ. ეს იქნება თქვენთვის საჩუქარი სამყაროსგან, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ იმოქმედოთ და ნაბიჯები გადადგათ, ან უბრალოდ მზადყოფნაში მოხვიდეთ იმისთვის, რომ რაიმე ახალი განახორციელოთ. რჩევა. რჩევაში ვიტყოდი, რომ შეიყვარეთ საკუთარი თავი დააფასეთ. იცოდეთ თქვენ რა გინდათ კონკრეტულად, რისთვის ხართ მზად და სწორედ ის გამოგეგზავნებათ საჩუქრად.
შეიძლება რჩევაში ისიც გავითვალისწინოთ, რომ იყავით თვითკმარი, იმუშავეთ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე. ამით დაგემშვიდობებით.